საოცარი სახლი, ოქროს სახლი, სავანე უფლისა, მიგვანიშნებს ღვთის ძეზე, ღმერთზე და ცათა სასუფეველზე. სავანის ან კარვის აღწერა არ ნიშნავს მხოლოდ იმ საგნების ჩამოთვლას, რომლებისგანაც შედგება ეს საწმიდარი, არამედ ჩაწვდომას იმ აზრისას, რაც არის ჩაქსოვილი მათში. რა დატვირთვა ექნებოდა ბიბლიის მთელ რიგ თავებს, მათში მხოლოდ უბრალო ჩამონათვალი რომ ყოფილიყო ზომების, წონისა და მასალებისა. სავანე თავისი მთელი სტრუქტურით ასახავს უფლის ჩანაფიქრს. იგი მეტყველებს ზეციური სასუფევლის სილამაზეზე, ოქროს ქალაქზე, ახალ იერუსალიმზე. ებრაელთა წერილის მე-9 თავის 23 და 24 მუხლებში ჩვენ ხვდებით იმის მოწმობას, რომ სავანეში ყველა საგანი ანარეკლია იმისა, რაც ცათა სასუფეველში არის. ვინ არის ცენტრი ზეციური სასუფევლისა? შეუდარებელი ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც თავის თავში ასახავს სამყაროს მთელ სისრულეს და სილამაზეს. იგია ღმერთის აზრთა ცენტრში სამარადისოდ და უკუნისამდე. მასზე გვესაუბრება წმინდა წერილი. სავანე, რომელიც უდაბნოშია წამომართული, მეტყველებს იესოზე, როგორც ყოველი ნივთი ერთად აღებული, ასევე ცალკე განხილული თითოეული მათგანი. ბიბლია არის ღმერთის სიტყვა. თვით ღმერთის შთაგონებით დაწერეს ადამიანებმა წმინდა წერილი და ამ გზით გადმოგვეცა იგი ჩვენ. გამოსვლაში, რომელიც ბიბლიის რიგით მეორე წიგნია, ჩვენ ვხვდებით სავანის აღწერილობას. აქ ჩვენს წინაშე საგნების მშრალი ჩამონათვალი როდია, არამედ გაცოცხლებული სურათი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ შემოქმედის ჩანაფიქრს. ყოველგვარი წვრილმანი სავსეა ღრმა აზრით და ყოველი ნივთი ატარებს მნიშვნელოვან ინფორმაციას, სადაც გვეძლევა შესაძლებლობა, რომ გავიგოთ მათი მნიშვნელობა ღმერთის სიტყვის საშუალებით, რადგანაც თავად წმინდა წერილი განმარტავს მათ.